საკმაოდ ძიმეთ საყურებელი კადრებია, მე კიდევ ერთხელ ვარ შოკირებული, ბოდიშს მოვხდით ჩვენს ტელემაყურებლებს, რომ იძულებული ვართ გაუშვათ ეთერში ასეთი კადრები, თუმცა იმისთვის რომ გავიგოთ რეალობა, ეს აუცილებელი იყო. ალბათ კომენტირება ამ ფაქტების ყველა გაოგნებულები ვართ კიდევ ერთხელ, ცოტა რთულია ამაზე ვისაუბრეთ. მე მინდა უბრალოდ გავნაგრძოთ ჩვეულ რეჟიმში საუბარი, ალბათ შევძლებთ ამას. მე მინდა იმ თემას შევეხოთ, რაზეც იყო უკვე საუბარი, რაც შეეხება ამ ძალადობის ფაქტებთან. ხელისუფლების ვერსია იყო მართალია, მაგრამ ჩვენ დღეს ყველა ვერსიას განვიხილავთ, თუ გვაქვს პრეტენზია ობიექტურობაზე, როგორც ოპოზიციას. ასე ვთქვათ, ისევე ხელისუფლება, სამწუხაროდ ხელისუფლება არ გვესწრება და ვერ ვისმენთ მეორე მხარის აზრს. ჩვენ მოვიწვიეთ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად თელავის ყველა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თუმცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ახალი მემარჯვენეების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა უარი განაცხადეს გადაცემაში მონაწილეობაზე. რაც შეეხება ძალადობის ფაქტებთან კახეთის ყოფილი პოლიციის უფროსის თამაზ თამაზაშვილის კავშირს, გაიჟღერა მისმა სახელმა და გვარმა ირიბად. თუმცა მინდა ამაზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ, რამდენად სწორადაა საქმეში გაუკვეთილი მისი ბრალეულობის საკითხი. ბანალექსო. თუ შეიძლება ტელემაყურებელს მოусმინოთ ზარია ეთერში და შემდეგ თქვენ მოგისმენთ, გთხოვ დასვა შეკითხვა. გთხოვთ გამოთქვათ აზრი ან დასვა შეკითხვა. სამწუხაროდ შეწყდა კავშირი, გისმენთ ბატონექსო. ალბათ პროვინციის მოხსენება პოლიტიკაში როგორც თქვა ჩემი კრედო იყო ობიექტურად მიუდგომოდი ყველა მოვლენას და შემიფასებინა. ამ შემთხვევაში ცრულებით ამ გადმოსახედიდან მინდა შევაფასო ეს გარემოება და თამაზაშვილთან დაკავშირებული რიგი გარემოებები და არ ვიცი შეიძლება ეს ბევრი ტელემაყურებლისთვის ხა ჩემი შეფასებები პირველად მოსმენელი იყოს და შეიძლება სკანდალური ხასიათისაც იყოს. დავიწყებ იქიდან რომ თამაზაშვილი ბევრად ადრე იყო დასაჭერი და როდესაც დაიჭირეს 2011 წლის ოქტომბერში ეს დაიჭირეს იმისათვის რომ მისთვის მიეცათ პოლიტიკური პატიმრის სტატუსი. ანუ იმ გარემოებებში იარაღის ამოღების გარემოებით და ასე ეს იყო დადგმული სპექტაკლი და ეს სპექტაკლი დადგა იგივე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რომელიც ასე ვთქვათ აგზელებს თამაზაშვილის საქმიანობას დღესაც რომ უბრალოდ პოლიტიკური პატიმრის სტატუსი ქონოდა. მე გავაკეთებ ერთ სკანდალურ განცხადებას. ამ ტელევიზიის მეპატრონე არის მარიეტა კილინკაროვა. 1998 წელს ერთი კვირით ადრე მარიეტა კილინკაროვას მეუღლეს ელდარ გრიშიკაშვილს თამაზაშვილის შეხვდა საკუთარ სახლში და მას მოსთხოვა ტელევიზიის გადაფორმება, მას მოსთხოვა მისი პოლიტიკური საქმიანობის ქვეშ ყოფნას, ყველა მისი ბრძანების შესრულება მას მოსთხოვა რომ თამაზაშვილის ასე ვთქვათ ოპერატიულ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს ელდარ გრიშიკაშვილი, რასაც მოყვა ელდარ გრიშიკაშვილის მიერ მკაცრი უარი და პრინციპული დამოკიდებულება, რომ ის ამის გამკეთებელი არ იყო. დაშორდნენ ეს ორი ადამიანი შემდგომი გარემოებით, რომ შენ ამით თავი დაიღუპე. ერთი კვირის შემდგომ მარიეტა კილინკაროვას უკლავენ მეუღლეს, უკლავენ შვილს, უკლავენ მამას. ერთი კვირის შემდგომ. ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც შეეცადა ამ პერიოდში ამ საზარელი მკვლელობის გამოძიებას, ეს იყო ელდარ გრიშიკაშვილის დაცვის წევრი, გოგა, რომელიც ასევე კვდება რამოდენიმე თვის შემდგომ. ჩვენ ამაზე ვაწარმოებთ გამოძიებას. ჩვენ გარკვეული მასალებიც გვაქვს. ელდარ გრიშიკაშვილის მკვლელობა მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ბაზე გაფორმებული ავტომატური იარაღით. ეს თვითონ პროკურატურას უდევს. ეს საქმე მთლიანად გახსნილია. ეს საქმე მოდიოდა როგორც მაშინდელი პოლიციის შეფის ფარველობით ყველა დონეზე, ასევე მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების, მაღალი დონის ხელისუფლების წარმომადგენლების კახეთში მათი მფარველობით. ყველამ ვიცით იმ პერიოდში ის გატაცებები, რომლებიც ხორციელდებოდა თელავის რაიონიდან, ყველა გატაცების უკან ედგა ორი ადამიანი ძირითადში. ეს იყო ანტიტერორისტული ორგანიზაცია, ანტიტერორისტული დეპარტამენტის უფროსი ვინმე კენჭაძე და ეს იყო თელავის პოლიციის შეფი თამაზაშვილი. მე ეს ჩვენება შემიძლია ოფიციალურად მივცე პროკურატურას და მოვითხოვ კიდეც დამკითხონ საიდან მაქვს ეს ინფორმაცია. ყველამ ვიცით რომ იმ პერიოდში იმ განუკითხავ სიტუაციაში, როდესაც ნარკოტიკები ბრუნავდა მთელი კახეთის მასშტაბით, მთელი საქართველოს მასშტაბით და ჩათრეული იყო მთელი ახალგაზრდობა ამ სიბინძურეს და საშინელებაში,
თამას თამაზაშვილის მოადგილესთან იკრიფებოდა ფული და ამაზე მეწყარო მაქვს ამავე დროს რომ შემიძლია განუცხადო ვისთან იკრიფებოდა და ამისთვის ამ ფულებით მე შენდებოდა თამაზაშვილის ბინები და თამაზაშვილის ამას რა მოხდა შეიცვალა ხელისუფლება ხელისუფლების შემდგომ მოვიდა ხელისუფლებაში ვინმე პოლიციის შეფად ვინმე თემურ ანჯაფარიძემ დაიწყო ყველა მტკიცებულების განადგურება მან დაიწყო ყველა იმ ადამიანის მოკლა რომელსაც შეიძლება რამეს ვცდოდნოდა ამ გატაცებებთან მიმართებაში ამ ნარკობიზნესთან მიმართებაში თემურ ანჯაფარიძემ დაგეგმა გუმაშვილების კვლელობა რომლებიც ბიძაშვილები პანკისში ჩაცხრილეს საკუთარ სახლში სახლი დაუწვეს თვლიანად ამ ადამიანებს სპეცოპერაციის განხორციელებისას და ჩვენ ყველას გვახსოვს რომ ამას არანაირი რეაგირება არ მოხდა როდესაც ამ ადამიანის ამ ორი ბიძაშვილის დაკავება შეიძლებოდა სრულიად უმტკივნეულოდ შეიძლებოდა უბრალოდ ის ადამიანები დადიოდნენ გარეთ შვიდობიანად უწყინრად და შეიძლებოდა 4 პოლიციას დაეკავებინა არა მათ გარდა ამისა რამოდენიმე ათეული ადამიანია მოკლული თელავის კახეთის მასშტაბით სწორედ ის ადამიანები რომლებსაც გააჩნდათ ინფორმაცია თამას თამაზაშვილის კრიმინალური საქმიანობის შესახებ ჩოფიკაშვილის საქმე ჩვენ ყველამ ვიცით თელავის რაიონში გაიტაცეს ვინმე ჩოფიკაშვილი მწყემსი ამ საქმეზე ამ გატაცების ფაქტზე დაიჭირეს რამოდენიმე ადამიანი ოფიციალურად აღიარეს ამ ადამიანს შემდგომ აღმოჩნდა რომ ეს ადამიანი იყო ცოცხალი და ისინი ვინც დაჭერულები იყვნენ ადამიანის კვლევების ფაქტზე უბრალოდ ამ ადამიანებმა ჩვენება მისცეს საშინელი წამების და არა ადამიანური მოპყრობის ხოს ამ პერიოდში შინაგან საქმეთა მინისტრია ვანო ბერაბიშვილი და ამ პერიოდში კახეთის რეგიონის პოლიციის უფროსია ანჯაფარიძე ამ გარემოებების შემდგომ ამას მოყვა შემდგომ ყველაფერი ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს 22 წლის სანდრო გვირგვიდიანის კვლელობის საქმე რომელიც ნაწამები იპოვეს სასაფლაოზე ოქროყანის სასაფლაოზე ის წაიყვანეს რესტორნიდან პოლიციელებმა სადაც ისევე იმყოფებოდნენ სანდრო გვირგვიდიანის გვერდზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე ვინმე თაკო სალაყაია გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი დათა ახალაია და სხვები გაასწრო ერთ-ერთმა სანდრო გვირგვიდიანის მეგობარმა ვინმე ლევან ბუხაიძემ ალბათ გახსოვს ეს გაპიარებულია გაასწრო მაშინ და გადაურჩა ამ კვლელობას ჩვენ გახსოვს ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მტკვრის პირას ჩაცხრილის ფაქტები საზოგადოებამ ეს პროცესი ნამდვილად არ გააპარა და ამის შესახებ დიდი პროტესტებიც იყო ანუ მე რა მინდა ვთქვა რაც იყო 98 წელს 99 წელს დღემდის პოლიციის სისტემა აბსოლუტურად იდენტურია არაფერი არ შეცვლა იგივე კრიმინალები არიან დღეს პოლიციის სისტემაში რა კრიმინალებიც იყვნენ იგივე 98 წელს 99 წელს და ამ ინფორმაციას მე მინდა მოვაყოლო ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია რაც ალბათ დღეს სამართალ დამცავები გვისმენენ როგორც პროკურატურის იგივე პოლიციის წარმომადგენლები რომ დღეს უკვე დაკავებულმა საშელახსოვრების დეპარტამენტის პოლიციის სასახლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ვინმე გაგამ კურნალიძემ ერთ-ერთ ჩემს მეგობარს ჩემი დაცვის ყო პიროვნებას მიაყენა ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეურაცხყოფა საკანში ეს ადამიანი უბრალოდ ამ ფაქტს არ აღიარებს ეს არის თელაველი კაცი ვაშკაცი კაცი და გადაარჩინა მთელი კახეთი მთელი პანკისის ხეობა უბედურებას და დაპირისპირებას და ქისტებსა და ქართველებს შორის ომს მიაყენა საშინელი შეურაცხყოფა მე ეს ადამიანი ვნახე გუშინ და მასზე მე ვიგზენი კიდევ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის და წამების კვალი დღეს მოვითხოვ სამართალდამცავი ორგანოებიდან დაუყოვნებლივ მოინახულონ ეს ადამიანი მკითხობ მე თუ გინდა მე მივცე მათ ინფორმაციას რა ხდება ამ ადამიანთან მიმართებაში და მისი უსაფრთხოება დღეს არის საშინელი დარტყმების ქვეშ ეს ამ ადამიანის მიმართ შეიძლება განხორციელდეს ისეთი შედეგი რასაც მე ვეღარ გამოასწორებთ მით უმეტეს ეს ადამიანი ექვემდებარება დღეს პირობითად გათავისუფლებას მე ჯერ გვასად დავასახელებ მაგრამ ალბათ ყველა მიხვდა კარგი იმდენი სკანდალური განცხადება გააკეთეთ რომ მართლაც გაუგნებული ვარ იქნებ დაუბრუნდეთ ჩვეულ რეჟიმში და თამაზაშვილის ბრალეულობის საკითხთან დაკავშირებით ამ საკითხში
ამ საქმესთან დაკავშირებით რამდენად სწორად გამოიკვეთა. მე იმედი მაქვს, რომ თქვენს განცხადებებს, როგორც მიმართეთ სამართალდამცველები გამოეხმაურებიან, მით უმეტეს საუბარია ტელევიზიის ერთ-ერთ ფლობელზე, ქალბატონ მარიეტა კილინკაროვას მთელს ოჯახს. სხვათა შორის, ალბათ გამოგრჩა თქვენ, რომ ჩემზეც იყო ზეწოლები, მაშინ როცა გავაშუქე ეს მოვლენა, ეს იყო ინტერნიუსის პროგრამა კვირა. სწორედ ერთ-ერთი პიროვნება, ვინც დამიბარა და ასე თქვა, საქმე გამირჩია, შეუძლიათ ჩართან საქმეში, იყო სწორედ თამაზ თამაზაშვილი. ასე რომ გავნაგრძოთ საუბარი. რატომ მე არასოდეს არ გამიკეთებია ისეთი განცხადება, რაზედაც არ ქონია ფაქტები, რაზედაც არ ქონია არგუმენტები, რაც ფაქტიურად მე არ ვიცოდი. ასე რომ მე ნამდვილად წარმოდგენა არ მაქვს და თქვათ აი ეს ჯერ გამოძიება უნდა დაადგინოს, რამდენად მიუძღოდა თამაზაშვილის ბრალეულობა ამ ყველაფერში და შემდეგ უნდა გახდეს განშის საგანი. ხარაზდაც საუბრობდა ლექსო ჩემზე მეტად კომპეტენტურია ამ საკითხში, არის იურისტი, ქონდა შეხება ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით და თუ ლექსომ რამე იცის ამის შესახებ და საუბრობს, ეს მე ნამდვილად არ მეხება, იმიტომ რომ მე აბსოლუტურად წარმოდგენა არ მაქვს რასაკეთებს პირველად გაჟღერდა ეს ინფორმაციები, ჩემთვისაც აბსოლუტურად მოუგონებელი. ასე რომ მე ამ საკითხზე ვერ საუბრებ. თუმცა ზოგიერთისგან განსხვავებით მე წეღანაც თქვი, არასოდეს არ მაქვს უფლება და არასოდეს არ მაქვს სურვილი ვისაუბრო საჯაროდ იმ საკითხზე, რაც არ ვიცი და რაშიც დარწმუნებული არა ვარ, ასე რომ მე ვერავის ბრალს ვერ წაუყენებ და ვერანაირ გასაგებია. ბატონო გელა, ჩვენ ძალიან ბევრი სკანდალური განცხადება მოვისმინეთ. ყველა შოკირებულები ვართ. კი და მე მაგალითად შთაბეჭდილება დამჩა, რომ ბატონი ლექსო სპეციალურად არის მომზადებული და მოსული ამ გადაცემაში, მე პირდაპირ გეუბნებით, არ ვიცი ახლა ჩვენ აქ მოვედით რომ გვესაუბრა ციხეში მიმდინარე მოვლენებთან ამ საზარელ ფაქტებთან დაკავშირებით, მაგრამ ამდენი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მე საიდან ვიცოდი დაუშვათ თან რა ანალიზის გაკეთება შემიძლია, მაგრამ ერთადერთი, რაზეც შემიძლია საუბარი, კონკრეტულ ფაქტზე ვისაუბროთ, რაც ბოლო პერიოდში გახმოვანდა ხელისუფლების მიერ, რომ ამ სიტუაციაში იყო თამაზაშვილი გარეული. მოდი მაშინ შეგვიძლია უბრალოდ ლოგიკურად ვიმსჯელოთ, ვინაიდან ჩვენ არ ვართ გამომძიებლები, რა თქმა უნდა, ხო და ზუსტი ინფორმაციაც არ გაგვაჩნია. როგორ წარმოგიდგენიათ დღეს ციხეში პატიმარს ჰქონდეს იმისი საშუალება, რომ მან შეუკეთოს ვიდეო კამერით გადაღება ამ ყველაფრის, თან თვითონ მოაწყობინოს აღნიშნული ფაქტები და შემდგომში მე ეს მასალა გამოატანოს გარეთ და მოხდეს ამის გადაცემა ევროპის ქვეყანაში. ფაქტიურად დღეს ეს შეუძლებელია, ყველა კარგად ვიცით და მეორე კიდევ მან ზოგიერთი კადრი და ზოგიერთი ფაქტი არის მანამდე გადაღებული, სანამ თამაზაშვილი მოხდებოდა ციხეში. აქედან გამომდინარეც უკვე გასაგებია, რომ არ შეიძლებოდა ამ ყველაფრის ორგანიზატორი ყოფილიყო თამაზაშვილი. ეხლა რაც შეეხება დანარჩენ ფაქტებს, მე ვიცი რომ ლექსო იურისტია და თავის სიტყვებზე რა თქმა უნდა პასუხს აღებს თამაზაშვილს ეყოლება ალბათ თავისი ადვოკატები, ეს ნამდვილად სკანდალური გადაცემა გახდება და ამას მთელი საქართველო გაიგებს და ხვალე ყველას ეწოდინება ალბათ დღევანდელი გადაცემის შესახებ და მე მიმაჩნია რომ ამაზე უკვე დიდი ხანი მოუწევს დამტკიცება ბატონ ლექსოს ამ ფაქტებთან დაკავშირებით. მე მხოლოდ ეს შემიძლია განვაცხადო. კარგით, მადლობთ ბატონო გიორგი. მოდი ბოლოდან დავიწყებ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს და თამაზაშვილმა რაღაცა იქ კადრები გადაიღო, გადააღებინა, რაღაც სართულიდან სართულზე დადიოდა, თურმე კიდე დაცვა დაძდებდა იმაში პოლიცია სასჯელ ახსულების დაწესებულებაში. ეს არის ესეთი ტყუილი, რომ არ ვიცი, ნამდვილად პატარა ბავშვი არ დაიჯერებს იმას, რომ ციხეში თან იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ხედავთ, ხო, რა წამება და რა საშინელებები ხდება ამ ციხეში, რომ ადამიანი კარანტინიდან რო ადის, ანუ პირველად რო შეყავთ, შლიან და ცემენ და რაღაცა. მე ხა წარმოვდგენად მიმაჩნია, არ ვიცი, ეს არის ძალიან სერიოზული ილუზია უნდა გქონდეს ადამიანს, ფანტაზიის უნარი უნდა გქონდეს, რომ თქვა, რომ თამაზაშვილი გააღებდა კარებს ციხიდან, გამოვიდოდა, შევიდოდა მეორესთან, მე კიდე დაიბარებდა, თათბირს ჩაატარებდა, მე არ ვიცი, ალბათ მერაბიშვილსაც აძლევდა დავალებას. ეს არის ესეთი ტყუილი, რომ უბრალოდ სახუმაროთაც არ არის. რაც შეეხება მაგალითად მის პოლიციაში მუშაობის პერიოდს, მე მინდა გითხრათ, რომ თამაზაშვილი იყო რეგიონში პოლიციის უფროსი. დანარჩენი მიხეილ სააკაშვილი, ეხლა ლექსოს არ ვაპასუხობ მე ამას. მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, გიორგი ბარამიძე, ეს უყოლანი იყვნენ ხელისუფლებაში და იყვნენ ის დამკვეთები,
რომლებიც აძლევენ დავალებას პოლიციას რაღაცა გააკეთოს, ხო? მე ნაკლებად წარმომიდგენია ხა თუ რაღაცაში არ ვეთანხმები ხოლმე ვავნოს, ეხლა ვეთანხმები. მე კონკრეტული ფაქტი არ ვიცი მაგალითად იმის, რომ არ ვიცი, შეიძლება ვიღაცგან გამიგია, რომ აი თამას თამაზაშვილმა აი ეს კონკრეტული რაღაც საქმე ჩაიდინა. იმას კი გეტყვით ხა უდავოა და ამაში მაგალითად ჩემთან ამ საკითხზე მქონია საუბარი, არ კამათობენ რომ ეს ხო ძალიან სერიოზულად ჩამოყალიბებული პოლიციელი, რომელსაც თქვენ პერიოდში მუშაობდით შინაგან იმ პერიოდში, ზუსტად იმ პერიოდში არ მუშაობდი, ანუ მე მუშაობდი მანამდე და მას შემდეგ, რაც თამაზაშვილი, მაგრამ თამაზაშვილთან დაკავშირებით ხა მე ხო თანამშრომლებთან მქონდა თქვა საუბრები. როგორც პოლიციელი, აი ეს პოლიციაში ეს ტერმინია, რომ ოპერატივნიკი. როგორც ოპერატივნიკი იყო ძალიან მე ვფიქრობ, რომ კარგი. და მინდა გითხრათ, რომ სწორედ თამაზაშვილს მაგალითად რა იუსტიციის მინისტრი იყო სააკაშვილი და თუ იმ პირობებში რამე ხდებოდა, რაღა თამაზაშვილი გაახსენდათ, მინისტრი კაცი იყო სააკაშვილი კიდე სიტყვაზე ხა ნაციონალებს ვეკითხები. ამ ადამიანით ახლა სპეკულირება თქვა ნაციონალურ მოძრაობამ ხედულობაში უნდა მხოლოდ იმიტომ, რომ აი რაღაცა შეაშინონ და აშინონ, თითქოს უთხრა რომ ეს არის და ის არის. რომ აი რაღაცა მოხდება და იქ ახლა თუ ესე აკონტროლებს და თუ ესეთი შეძლებული ადამიანი რა ვიცი აი შეძლებული კი ბატონო თუ შეიძლება და გავიხსენოთ როდიდან მოხდა თამაზაშვილით დაინტერესება თქვენ როგორ გონიათ ახლა თუ თამაზაშვილს ამდენი დანაშაული ჰქონდა მანამდე ჩადენილი რაში დაჭირდებოდა ჩვენს ხელისუფლებას რომ მას მერე რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა რომ ის მოდიოდა პოლიტიკაში და მას მერე რაც ირაკლი ღარიბაშვილი თამაზაშვილის სიძეზე მაქვს მე საუბარი რომელიც მუშაობს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან დაიბარეს და კონკრეტულად მოსთხოვეს რომ დაეტოვებინა ბიძინა ივანიშვილი და მიეტოვებინა და მის სამსახურში აღარ ყოფილიყო. აი სწორედ მას მერე მოახდინეს მისი დაკავება. თქვენ როგორ ფიქრობთ თუ ქონდა ამ ხელისუფლებას რაიმე ფაქტები და ასეთი ძალიან ბევრი ფაქტიურად ჟოკირებული ვარ იმდენი ბრალდება გაისმა ხო? ეხლა ცოტა ხნის წინ ამ ეთერში. თუ ესეთი ფაქტები ერთი მცირე დეტალი მაინც არსებობდა, რატო გამოიყენებდნენ და რატო ჩაუგდებდნენ რაღაცა ჟანგიან იარაღს და მოხდებოდა სწორედ თან გენერალ კაცს დააკავებდნენ იარაღის შენახვისთვის და არა დანარჩენი ამ სხვა ფაქტებისთვის. აქედან გამომდინარე მე მიმაჩნია რომ ეს არის ჩვეულებრივი რაღაცა დადგმული მომენტი და ჩვეულებრივად ხელისუფლებასთან შეთანხმებული სიტუაცია. ბატონ ლექსო, რამდენი შეთანხმებული ხართ ხელისუფლებასთან? სამწუხაროდ ის რომ თამაზაშვილთან მიმართებაში დღეს საქმეები არ არის გამოძიებული, სწორედ დღევანდელი ხელისუფლების, დღევანდელი სპეცსამსახურების დამსახურებაა. ანუ სწორედ ამაზე ვსაუბრობ, რომ დღეს მოქმედი სპეცსამსახურები მთლიანად თამაშობენ იმ თამაშს, რა თამაშსაც თამაშობს ქართული ოცნების ქვეშ ყოფილი სპეცსამსახურების მუშაკები. ანუ ეს არის ერთი თამაში და საბოლოო ჯამში მე დიდი ეჭვი მაქვს რომ ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ზუსტად ერთ თამაშს თამაშობს და საბოლოო ჯამში ამის მიზანი არის საზოგადოებას ერთხელ კიდე დაუტრიალო 2003 წელი ერთხელ კიდე გააბაიბურონ ეს საზოგადოება და საბოლოო ჯამში საზოგადოებას შერჩეთ იგივე რეალობა რაც ბევრჯერ შერჩენია და ხალხი კვლავ გაწმილებული კვლავ ასე ვთქვათ ამ თამაშის სხერპლი საბოლოო ჯამში შეგრჩება ისევე უიმედო საზოგადოება და იგივე რეალობა და არაფერი შეცვლილდება. კარგი, ძალიან საინტერესოა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც ვსაუბრობთ, რას ფიქრობთ ჩვენი თანაქალაქელები, რა აზრია ჩვენ საზოგადოებაში. მოვისმინოთ ყველამ ერთად და შემდეგ შევაფასოთ ეს შესაბამისად შეხედულებები. მომხდარი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავარ პირს, პრეზიდენტს. იქიდან მოდის საფეხურები მე, ვინც იყო მინისტრი, მე იქიდან სასჯელი აღსრულების დეპარტამენტის უფროსი და რა ვიცი, ყველა თითქმის. ესეთი წამება თუ არსებობდა კიდე მე აზრზე არა ვარ, არ ვიცი. ესეთი სადისტები როგორ იყვნენ შეყრილები. ის რა გააკეთეს მე მწვენია რომ ქართველი ვარ უკვე. ძალიან ცუდად უარყოფით. არ შეიძლება ესეთი რა. დადგმული არა ეს ნამდვილად ასე იყო. უკვე ეს ფაქტია სურათები გადაღებულია ტელევიზიაში ყველაფერი აჩვენეს და ეს ნამდვილად ეს მოხდა. იმათ შეფასება გაუნდა, იმათ შეფასება კი არ დაჭერა უნდა დახვრიტონ, აკუტონ და დაყარონ ეგრე. ვინც ვინმე დაბლიდან მაღლამდე მუშაობდა იქ. სულ ყველას ეკისრება. ცინი ციხე რა არის, ციხე რა იქ უკეთესლად იქნებიან. იმდენი შეჭამეს იმათა რომ ისე ეყოფათ რამდენიმე ხანი და გამოვლენ და იმაზე უარესობას გააკეთებენ. ყველა თვითეულს გვეკისრება მე მგონი. ეს რა მოხდა ამას ქართველები რა ვიცი მე ქართველი ამას როგორ აკეთებს მე არ ვიცი. რა თქმა უნდა უარყოფით არასასიამოვნო ფაქტი იყო ეგ, მაგრამ ვისაც კონტროლი ევალებოდა ალბათ.
ძალიან საზარელი მდგომარეობა. მე თვითონ პატიმარი მყავს და ძალიან არ ვიცი ვინც არის ამ საქმეში. ყველა უნდა დაისაჯოს. არ ვიცი, აღშფოთებულები ვართ, აღშფოთებულები. ბევრ ადამიანს ეკისრება ყველა მთავრობის პირს, ჩემი აზრით. დიდი დანაშაულია, მაგრამ რომელიღაც არხზე შეკითხვა იყო, იცოდა ხელისუფლებამ, რომ ეგეთი რამე ხდებოდა საპატიმროშიო. რამის არის 98%-მა დიახო. არა, მე არ ამჯერა. ეს ისეთი დიდი დანაშაულია, რომ ვინ გაუშვებდა მას არავინ. მე კი მგონია, რომ ეს მოგონილია ამ ხელისუფლების მოწინააღმდეგეებისაგან. ეს არის გადაგვარებული ხალხის ნამოქმედარი, რომელსაც რომლებმაც ეს ჩაიდინეს, იმათ არანაირი ქართველობა არ ერქმის. ვის ეკისრება თავრობას? ყველას ვის უნდა დაეკისროს? როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა მოხდეს? აი, მთელი ღამე არ მიძინეა. არ ვიცი. ძალიან შეშფოთებული ვართ მაგის თაობაზე. გმობა რა თქმა უნდა. არაფრით არ შეიძლება ასეთი რამ. არაფერი ახლა სისტემაში ეთქობა, განუკითხაობაა და ხელმძღვანელობის შეცვლა რაღაც სიტუაციას გამოასწორებს. ეს ძალიან ცუდი რამ მოხდა. თუ მართალია ეგეც და არ არის ეს გათამაშებული. აი რატო აქამდე არ აკეთებდნენ, რატო აქამდე არ გამოაშკარავეს, ეგ თუ ნამდვილად იყო ციხეში. ესე იგი ვიღაცა არის დაინტერესებული მაგით, რომ წინა საპარლამენტო არჩევნების დროს ესეთი რაღაცა მომხდარიყო, რომ ხალხი აეჯანყებინა. ჩვენ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით, ჩვენი გადაცემა სრულდება და მე მინდა თქვენს ბოლო გამოსვლებში რამდენიმე საკითხი გააერთიანოთ, ის რაც უთქმელი დაგვრჩა. ის ფაქტი, რომ ამ სკანდალური ძალადობის ფაქტების გავრცელებას მოჰყვა მინისტრების გათავისუფლება, შესაბამისი განცხადებების გაკეთება პარლამენტის თავმჯდომარის, პრეზიდენტის და სხვა მაღალჩინოსნების მხრიდან არის თუ არა არგუმენტი იმის დასამტკიცებლად, რომ ხელისუფლება ჩოკირებულია იმით და არ იცოდა რა ხდებოდა, როგორც ერთ-ერთმა ტელემაყურებელმა განაცხადა, ეს ერთი საკითხი. რამდენად არის საპატიმროებში ძალადობის ფაქტები მხოლოდ ქართული პრობლემა, იმ ფაქტების გათვალისწინებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე რომ იმსჯელოთ, იგივე გუანტანამოს ციხეში იყო საშინელი ფაქტები ძალადობის, ანუ არის თუ არა ეს საერთაშორისო პრობლემა და აქვე ჩაადიოთ თქვენი გამოსავალი იმ პრობლემის, რაც იყო, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აღარ იყოს ეს პრობლემები სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში და ძალიან ბევრი საკითხია, მაგრამ ერთი საკითხიც უნდა დავატიოთ. აუცილებლად, რამდენად სწორად მიგაჩნიათ ამ საკითხების პოლიტიკურ ჭრილში განხილვა და იმ ადამიანების ბედით, რომელსაც ახლა ჩანან, თუნდაც პოლიტიკური ქულების დაწერა ერთი ძალის მიერ ან მეორე ძალის მიერ. რამდენად სწორი იყო იმ ადამიანებისთვის? მოდი მე ასე შევაფასებდი რა. რამდენად შეიძლებოდა, ბატონო ლექსო, სურდათ იმ ადამიანებს, რომ ეს მათზე განხორციელებული ძალადობის ფაქტები სააშკარაოზე. აი სახელი დაფარულია, ეგ ახლა ყველაზე ნაკლები პრობლემაა. თუმცა ამოიცნევთ ერთმა მშობელმა, როგორც იყო საუბარი თავისი. მე ასე შევაფასებდი რა, დღეს რეალურად ეს საკონცენტრაციო ბანაკები ახსენა გიორგიმ და ვეთანხმები. ერთი გაზის კამერები არ გვაქვს რეალურად ამ ბანაკებში, სხვა ამ ციხეს სხვანაირად ვერ შევაფასებდით. სრულად შეესაბამება აი ამ სიტყვებს ესე გაცილებით ღრმა არის პრობლემა, ვიდრე ეს არის ორი მინისტრის გადადგომის დონეზე მდგომი პრობლემა. გაცილებით ღრმა არის პრობლემა. და საიდან ჩაეყარა საფუძველი? კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ძალიან მოკლედ, ერთია იარაღით ძალადობა. მაგრამ მეორე არის ეს ფსიქოლოგიური ძალადობა. მეორე არის პროპაგანდა საზოგადოებაში. როდესაც საზოგადოებაში მიდის, ესე იგი, ისეთი პროპაგანდა, რომ ყოველთვის დამუხტული და შეშინებული გქონდეს ეს საზოგადოება, რომ გაბედე და შეგეწინააღმდეგოს. მე როგორც უფლებადამცველმა რამოდენიმეჯერ შევცვალე კონკრეტული პირის დაცვა ნარკოტიკების მოხმარების ფაქტზე. და არ მივეც საშუალება პოლიციას დაეკავებინა ეს. ყველა უკლებლივ ორი კვირის შემდგომ, ერთი თვის შემდგომ დააკავეს და თუ უნდა მიესაჯათ ერთი წელი, მაგალითად მე რო არ დამეცვა, მიუსაჯეს 10 წელი. ყველა ადამიანი, ვინც კი გაბედა ამ ნარკოტიკის მომხმარებლებმა, აი საშინელი ეგ სხვა საკითხია ახლა შორს წამიყვანს. ვინც კი გაბედა თავისუფლების დაცვა, მაგალითად სტრასბურგის სასამართლოში, ყველას მიესაჯა 10 და 15 წელი საპატიმრო დაწესებულებებში. საშინელი მდგომარეობაა. ეხლა დღეს გაჟღერდა, რომ თითქოს პრობლემა გამოსწორდება, დღეს სახელოვანი პატრული შედის ციხეებში და ამ პრობლემას მოაგვარებს და უშველებს. ყველამ გავიხსენოთ
სოლომონ ქიმერიძის საქმე, რომელიც იგივე ხაშურის პოლიციაში აღმოაჩინეს გარდაცვლილი და პოლიციის ვერსია იყო მესამე სართულიდან დაგორდა გადმოვარდაო. ჩვენ გვესმის გაპიარებული შუშის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობები. მაგრამ მე პირადად ვიცი, რომ თბილისში არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველო და მისი პადვალი, სადაც ისევე აწამებენ ხალხს, როგორც აწამებენ საშინააღმდეგობის დეპარტამენტის დაწესებულებებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწესებულებებში. მეწეღან ვახსენე, თაკო სალაყაია არის ვანო მერაბიშვილის სოლი. მისი მონაწილეობით მის გვერდიდან წაიყვანეს სწორედ ეს 22 წლის სანდრო გვირგვინიანი და ჩვენ ყველამ ვიცით ეს მოვლენები და შესაბამისად აქ ჩემი ასე ვთქვათ კომენტარები აქ რა თქმა უნდა პოლიტიკურ პასუხისგებლობაზეა საუბარი, აქ აღარაა საუბარი უბრალოდ კრიმინალზე. ესე იგი, ამაზე უმნიშვნელო საკითხზე გადამდგარა მთლიანი მინისტრთა კაბინეტი, გადამდგარა პრეზიდენტები. ეს ადამიანის უფლებების დარღვევაც კი არა. თუმცა არ გადადგა ბარაკ ობამა ბატონო ლექსო, როცა იმ გუანტანამოს ციხის კადრები გაჟღავდა და აჩვენეს. კი ბატონო, ეგ ცალკე საკითხია, ამერიკის სისტემები და ეხლა ბარაკ ობამა უნდა გადამდგარიყო თუ არა, მაგრამ ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებში, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი მინისტრი და სახელმწიფოს მმართველი დააყენებდა საკუთარ პასუხისგებლობას აი ამ შემთხვევებში. და მე მინდა გარკვეულწილად გარკვეული ინიციატივა შემოვიტანო ახლა და იმედია ეს წინადადება მიწვდება, ასე ვთქვათ, განაწყვეტილებების მიმღებს, რომ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ როგორ არის ფაბრიკიზებული, როგორ არის შეკერილი ყველა სისხლის სამართლის საქმე. ანუ ყველა ადამიანს ამ გადაცემის კადრები იყო, როდესაც მზად იყვნენ ყველაფრისთვის ხელი მოეწერათ, თავარია მათი მდგომარეობა ასე თუ ისე ნორმალური ქონოდა და არ ეწამებინათ. ასეთი გაყალბებული მტკიცებულებებით არის დაჭერილი დღეს 10,000-ობით და 24,000-25,000 პატიმარია დღეს დაკავებული, დაპატიმრებული, სხვა არის პრობაციის ქვეშ, ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა. ანუ ჩვენ ყველა ვხედავდა, მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ადამიანების წინააღმდეგ ეს შეხწაგები არის შეთითხნული. მთლიანად ჩვენ ვხედავთ, რომ 1000-ობით 10,000-ობით უკანონო პატიმარი ყავს. გაინტერესებთ თქვენ წეგან ნარკოპოლიტიკა ვახსენე 1/3-ზე მეტი 10,000 ადამიანი ზის მხოლოდ ნარკოტიკის მოხმარების და ნარკოტიკის შენახვის ფაქტის გამო საპატიმრო დაწესებულებებში. აი ამ არსებული ტირანულ და მაშინ როდესაც აი თუ იყო თამაზ თამაზაშვილის დროს ჯიბეებით გადაყონათ ნარკოტიკი საქართველოს ერთი ბილდიდან მეორე ბოლოში და მე გაქონდათ ევროპაში დღეს კონტეინერებით გადააქვს. დახულული და ამაზე საუბრობს გაეროს დასკვნები. ამაზე საუბრობს საქართველოს არის ნარკოტრანზიტის ქვეყანა და საქართველოს გადის უდიდესი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალებები როგორც ევროპაში ასევე უკრაინაში და სხვაგან. ეს გაეროს დასკვნებია სხვა შემოგონილი ციფრები არ არის. ანუ რა შეიცვალა რეალურად? რეალურად არაფერი არ შეცვლილა. და მინდა გავაკეთო განცხადება რომ ხელისუფლებამ მიმართოს ღონისძიებას და დღესვე შეიტანოს გამოდივარ მე წინადადებით აიღოს ინიციატივა გამოსცეს მასობრივი ამნისტიის აქტი და ყველა თავისუფლება აკვეთილ პირს ეს იქნება ნაკლებად მძიმე თუ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ქვეშ ყოფნის პირი მინიმუმ გაუნახევრო სასჯელი ვინაიდან ადამიანების 100%-დან 80% უკანონოდ არის დაკავებული და დაპატიმრებული. და ეს წინადადება გთხოვთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ყველა ექსპერტმა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ აიტაცოს ხარი დაუჭიროს და აი ამ მიმართულებით განხორციელოს. მარტო ის კი არ ვილაპარაკოთ, აგე ხელისუფლებამ რა გააკეთა. რეალურად გამოსავალი ვიპოვოთ. რასაც შეიძლება იყოს გასაღები იმის, რომ ამ ადამიანებს უშველოთ. რამდენი პოლიტიკური პარტია საუბრობს ამ ადამიანებზე, მაგალითად, რამე ინიციატივას მე მქონდა, რომ აი ამ მიმართულებით ასე იყო 2009 წელსაც. პოლიტიკურ პატიმრების სტატუსის შესახებ კომისია იყო სპეციალიზირებული, სხვა ჩვენს კახაკუკავასთან სტარდებოდა. ეს შეხვდებოდა 29 პოლიტიკური პატიმარი არსებობდა, სადაც მათ შორის ლუკა რამაზაშვილი იყო მეორე სიაში. მე პირადად გადავაწყვეტე 29 პატიმრის პოლიტიკური პატიმრის სია, მაშინ შაშკინი იყო სასჯელახსოვრების მინისტრი და ის იყო პოლიტიკურ პატიმრებსა და პოლიტიკურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის წარმომადგენელი. და მე ვიყავი მაშინ დობის ჯგუფის წევრი 10 ადამიანი ვიყავით, რომელიც ჩუვალდურ ფუნქციას ვასრულებდით ამ დაპირისპირებაში. მე პირადად გადავეცი, რომ აი ეს ადამიანები გაათავისუფლოთ და პოლიტიკურ პარტიებს ვეუბნებოდი ოპოზიციურებს, სანამ ამ ადამიანებს არ გაათავისუფლებთ, სანამ პოლიტიკურ პატიმრებს არ გაათავისუფლებთ, ისეთებს, რომლებსაც პოლიტიკური კლიმატის შეცვლა შეუძლიათ ქვეყანაში. ადამიანები, რომლებიც რეალურად არიან მებრძოლები და რამის გაკეთება შეუძლიათ, სანამ არაფერი გეშველებათ. ვერც არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ
პარტიამ მაშინ 2009 წელს ხარი არ დაუჭირა იმას და მოლაპარაკების პროცესში არ ჩართეს პოლიტიკური პარტიების შემ მხოლოდ ჭირდებოდა სპეკულაციისთვის მხოლოდ ჭირდებოდა იმისთვის რომ ეყმირათ ვაგე პოლიტიკური პარტიები ყავს მაგრამ გადაწყვეტილების გზას არც ხელისუფლება მიმართავ და არც ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი მადლობთ ბატონო ასევეა დღესაც ბატონო ვანო ის თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე მე თავშივე ვთქვი როდესაც დაიწყო ეს გადაცემა და ვთქვი რომ ხელისუფლება არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე და არანაირი მორალური უფლება არ აქვს რომ მან გააგრძელოს ანუ მინისტრების გათავისუფლება არის თუ არა არგუმენტი იმისთვის არანაირი გამოსავალი შოკირებულია იმით რაც ნახა და მოისმინა ვისაც დღეს აქვს იმის ილუზია რომ თქვათ ვიღაცამ არ იცოდა რა ხდებოდა ჩვენს ციხეებში და თქვათ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში არ იცოდნენ რა ხდებოდა ციხეებში ეს იყო შექმნილი სისტემა რაზეც წეგან საუბრობდით სისტემა რომელსაც უნდა მოეტანა ქვეყნისათვის ანუ უბრალოდ ხელისუფლებისათვის ის გარანტიები რომ თქვათ ხანგრძლივი მართლობის გარანტია უნდა მიეცა ხელისუფლებისთვის აი ამ სისტემას რა სისტემის მსხვერპლიც გახდნენ აი ეს ადამიანები ამიტომ საუბრობდი მე წეგან რომ ხელისუფლება არის დამნაშავე ამ ყველაფერში და თავად პასუხიც უნდა აგოს მთლიანად ხელისუფლებამ და კონკრეტული ადამიანების მინისტრების გადანაცვლება და გადმონაცვლება ეს არავითარ შედეგს არ მოგვიტანს მეორე ყველაზე მთავარი რაც აუცილებლად უნდა გააკეთოს საზოგადოებამ ეს არის უნდა შევიცვალოთ თავად ჩვენც ვართ დამნაშავეები ამ ყველაფერში რადგან ჩვენ ხელისუფლებას ვაძლევთ იმის შესაძლებლობას და იმის საშუალებას რომ ამდაგვარი ქმედებებით მოახდინოს ჩვენზე ზემოქმედება და თქვათ იმის შემდეგ რომ ჩვენ თვალდახუჭულები ესე გავყვებით ამ როიტყვიან მწყემს ზე კომბლით და ჯოხით რომ მოგდევს უკან ვაძლევთ იმის საშუალებას რასაც აკეთებს დღეს თავად ჩვენ ვართ დამნაშავეები ამ ყველაფერში სანამ ჩვენ თავად არ ვისწავლით რა არის თეთრი და რა არის შავი ვინ არის გამყიდველი და ვინ არის მყიდველი ვის რა ევალება ამ ქვეყანაზე და ვინ რას უნდა აკეთებდეს ჩვენი საშველი არ იქნება შემოკარგებო არ იქნება იმიტომ რომ ჩვენ ვართ შესაძლებლები უნდა შევიცვალოთ თავად ჩვენ და მე მოთხოვოთ თქვათ ხელისუფლებას უნდა შევქნათ ისეთი როგორც ჩვენზე იქნება მორგებული დღეს არის ასეთი სიტუაცია ხალხს ეშინია ხელისუფლებას ეშინია ხალხიც მაგრამ განსხვავება რა შეიცით ხალხს უფრო მეტად ეშინია ხელისუფლების და ამიტომ არის გაჩვენებული დღეს ჩვენი საზოგადოება სანამ არ გადავაგდებთ ჩვენ არ მოვიშორებთ ამ შიშის სინდრომს სანამ ჩვენ არ მივიღებთ იმას რაც გვეკუთვნის თავად ჩვენ არაფერი არ გვეშველება მადლობთ ბატონო გელა მე ვიტყოდი ასე რომ მთავრობამ არა მარტო იცოდა ის რაც ხდებოდა პენიტენციარულ სისტემაში არამედ პირიქით ის არის სწორედ ამ ყველაფრის შემკვეთი ის არის ამ სისტემის შემქმნელი და ფაქტიურად ეს არის ჩვენი დღევანდელი მთავრობის მართვის სტილი ჩვენმა მთავრობამ თავის დროზე აირჩია არა კანონით მართვა და კანონის უზენაესობა ქვეყანაში არამედ სწორედ ასეთი დაშინებით უკანონობით და ძალადობით ზემოქმედება საკუთარ მოსახლეობაზე. ეს არის ჩემი მოკლე პასუხი ამასთან დაკავშირებით. მე მაგალითად პარალელს საერთოდ ვერ გავავლებ გუანტანამოს და ჩვენ არსებულ სიტუაციას შორის. თუ კარგად გვახსოვს, გუანტანამოში მომხდარი ფაქტები, ის იყო ერთეული ფაქტები და სადაც ის არ ხდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ქვეყნის შიგნით იმ ადამიანებს არ გაუხორციელებია ძალადობა. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო პირები ახორციელებენ. გასაგებია, მაგრამ მე აქ სისტემაზე მაქვს საუბარი. ის ადამიანები თავის საკუთარ მოქალაქეებს არ ეპყრობოდნენ მასე და სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს. მე წეგან საუბარში აღვნიშნე რომ ასეთი მანიაკალური მოქალაქეს ეყრდნობი ეპყრობი თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეს. არა, რა თქმა უნდა, არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც ადამიანს ეპყრობი, მაგრამ მანიაკები ყველგან არსებობენ. მანიაკი შეიძლება ციხეშიც არ იყოს და ანალოგიური ფაქტი შენახო ნებისმიერი მეზობლის ოჯახში. ასე რომ არის ერთი რომ ფაქტი არსებობს, მაგრამ არის მეორე, როდესაც თვითონ სახელმწიფოა მოძალადე და სახელმწიფო ქმნის ასეთ ძალადობრივ სისტემას ქვეყანაში. ახლა რაც შეეხება სიტუაციის გამოსწორებას, მე მიმაჩნია რომ მხოლოდ არჩევნებს შეუძლია ამ სიტუაციის გამოსწორება. ჩვენ სულ რაღაც 10 დღე დაგვშა და სწორედ ქართველ ხალხს შეუძლია ამ სიტუაციის გამოსწორება. ჩვენ გვაქვს არჩევანი, ან უნდა გავაგრძელოთ ისე ძალადობრივი სიტუაციაში ცხოვრება, როგორც ამჟამად გვაქვს, ან კიდევ უნდა ავაშენოთ ქართველმა ხალხმა ახალი სახელმწიფო, ახალი სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც უკვე მომავალი ხელისუფლება ვერ გაბედავს მსგავს ქმედებებს და ამისთვის დიდი ძალისხმევა სწორედ ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს და ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს, გადადოს თავი, რომ ქვეყანაში ჩატარდეს რეალურად დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები.
ეს არის მოკლედ რაც მინდოდა სიტუაციის გამოსწორებასთან დაკავშირებით და კიდე მინდა ერთი დავამატო. დღეს ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტიების არჩევნებში მონაწილეობას და მინდა მოსახლეობას მივმართო. ფაქტიურად უმრავლესობას ამ პარტიების რეიტინგი აქვს ფაქტიურად 0 მოსახლეობაში, მაგრამ ისინი არიან მთავრობასთან მოლაპარაკებული და სწორედ აი ასეთი ეთერების მეშვეობით რომ ყურადღება გადაგატანინონ სხვა რამეზე რომ გააკეთონ ხმამაღალი განცხადებები, ვითომ არიან მთავრობის წინააღმდეგ. სინამდვილეში ეს ადამიანები არიან და ეს პარტიები მთავრობასთან შეკრული და თამაშობენ ერთ თამაშს, ვინაიდან მთავრობას გააჩნია მხოლოდ ერთადერთი, რაც დაჩა დღეს, ძალადობრივად შენარჩუნებული თავისი სახელმწიფო რესურსი და ის ხმები, ვისი დაშინებითაც ან სხვადასხვა ხრიკების გამოყენებით მოახერხებს რომ კიდევ ვიღაცამ ან თავისი დასაქმებული და კმაყოფილი მოსახლეობისგან მიიღოს რაღაცა გარკვეული ხმები. დანარჩენი ხმები არის ოპოზიციური ხმები და სწორედ ეს ადამიანები იღებენ და ეს პარტიები ამ ყველაფერში მონაწილეობას, იმიტომ რომ ჩვენ გაგვიყონ ხმები და ისევ ამით მოგებული დატოვონ ხელისუფლება. თუმცა თქვენ და ხელისუფლების ალიანსი ძალიან ხშირად საუბრობთ. აი თქვენ რატო რა ინიციატივას შემოგთავაზებთ კელა, ვინაიდან გარკვეულწილად ესეჭები ყოველთვის ვიბადება. თელავში არის სახელმწიფო ვასილ დავითაშვილი და დანარჩენი 8 თუ 7 დარჩა. 8 მაჟორიტარი დეპუტატი. 8 მაჟორიტარ დეპუტატში ჩატარდეს ერთმანეთში არჩევნები 8 ადამიანმა აირჩიოს ერთი, ეს თქვენ იქნებით თუ მოსიაშვილი თუ სხვა და დანარჩენმა ყველამ ერთი კანდიდატი დაუპირისპიროთ ნაციონალურ მოძრაობას. და ყველა დანარჩენმა დაუჭიროთ ამ ერთადერთ კანდიდატს. ამის შემდგომ თუ ჩვენ ეს მოახერხეთ, თქვენ არ გექნებათ ეს სასაუბრო და თუ თქვენ ამას ხარი არ დაუჭირეთ, მაშინ გამოდის რომ ეს ლიტონის სიტყვებია მხოლოდ. ან შევხვდეთ ხვალ, მე გთავაზობთ, ხვალ შევხვდეთ, ეს არის ასე ვთქვათ, მხოლოდ აზრი, ასე ვთქვათ, შეიძლება ეს სხვადასხვა ფორმულირებით იქნა შეთავაზებული ერთმანეთთან და მსჯელობისთვის მოუწოდოთ 3-4 მაჟორიტარი დეპუტატია, ალბათ გვიყურებენ თუ არ გვიყურებენ, ვინმე წარმომადგენელი თელავში აუცილებლად ეყოლება და გადასცენ, ხვალ ნეიტრალურ ადგილას, ხვალ 6 საათზე, მაგალითად დემოკრატიული ჩართულობის ფონდია, ხო, ცენტრია და ამ ცენტრში შევხვდეთ 6 საათზე და ვიმუშაოთ იმაზე, რომ მივიდეთ ერთ კანდიდატზე და ყველამ გაერთიანებული ძალებით შევებრძოლოთ ამ ვეშაპს, რასაც ქვია ნაციონალური მოძრაობა. რამდენად მისაღებია ერთიანი კანდიდატის? ხო, უპასუხე. დიახ, კი ბატონო. აი, ვიტყვი რა, ჯერ ერთ ცოტა დაგვიანებულია ეს თემა. რაზეც ალექსი საუბრობს, დარწმუნებული ვარ, რომ ალექსის ნამდვილად გულით უნდა ის რომ ერთი კანდიდატი შეირჩეს, მაგრამ მე აქვე ერთ ძალიან ტექნიკურ მომენტს გეტყვი. წარმოიდგინეთ თქვენ რომ არის ცენტრალური საარჩევნო კომისია და იქ არის თქვა 13 წევრი, ანუ ცენტრალური კომისია და თქვა რომ მოდი ახლა ავირჩიოთ ერთი თავმჯდომარე. ოპოზიციას აირჩევს რომელიმე იქიდან. ხო ხედავთ რა აირჩევს. როდესაც ამდენი ფსევდო ისინი არიან, როგორ შეიძლება იქ გავიდეს ოპოზიციონერი კანდიდატი. შეიძლება უცბად მივიღოთ ის ალექსი რომ მოდი სულ ყველა მოხსნა და ვასიკო დავითაშვილი. მეთოდი შეიმუშავე როგორ უნდა და აი დროის ამბავია. რომ შემოგთავაზებთ ზურგს უკან ალბათ გარკვეული რეიტინგი უნდა დაგაჩნდეს, გარკვეული ძალა უნდა დაგაჩნდეს და იმის მიხედვით დაგვიპირისპირდეთ. არჩევნებით სწორედ მაგიტომ არის რომ ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს. კარგი, სწორედ ეს პრაიმერი რასაც თქვენ საუბრობთ. ეს პრაიმერი იქნება 1 ოქტომბერს და თელაველები და თელავის რაიონის მოსახლეობა თვითონ აირჩევს თავის კანდიდატს. კარგი, თქვენი იდეა ბატონო ლექსო ამ გადაცემაშივე ჩავარდა. მე გეუბნებით და გიხსნით სხვა რამეს. როდესაც არა, ორი სიტყვით გითხარ, უას ამბობთ ამ ერთხარეს არის ფაქტიურად ძალა, რომელიც იღებს პასუხისგებლობას და ხვალიდან დღიდან უკვე მზად არის იმისთვის, რომ ქვეყანაში რეალურად მართოს სიტუაცია და მოიგოს არჩევნები და მეორე მხარეს, როდესაც შეთავაზებას აკეთებს ძალა, რომლის უკან ფაქტიურად არაფერი არ დგას, არანაირი პროგრამა არ ვიცით, რომლის რეიტინგი ფაქტიურად გამოსაკვეთია და ვთავაზობთ ასეთ წინადადებას, ფაქტიურად მე პირდაპირ გიპასუხებთ, რომ სასაცილოა ბატონო ალექსი. და დღეს შემდეგ თქვენი რეიტინგი რამხელა იქნება თუ შეგიძლიათ დათვლი. მოდი ოქტომბერს გავარკვევთ, რატო მე დამჭა ეს საუბარი აუცილებლად ბატონო გიორგი, სწორედ თქვენთვის უნდა გადმომეცა სიტყვა. რაში ხედავთ გამოსავალს, რამდენად იკვეთება ხელისუფლების ბრალეულობის საკითხი იმ განცხადებების ფონზე, რაც გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, გამოთქვეს აღშფოთება პრეზიდენტმა და ასე შემდეგ და როცა გათავისუფლდნენ ის მინისტრები, რომელთა უშუალო დაქვემდებარების ქვეშ მოხდა ის, რაც მოხდა და რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ. დიდი მადლობა. ესე იგი, პარლამენტის თავმჯდომარისგან, პრეზიდენტისგან, კიდევ იქ სხვა ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა ლიდერებისგან თუ წარმომადგენლებისგან ამ ფაქტის შეფასება არის მხოლოდ და მხოლოდ ცინიზმი.
ამას ცინიზმის გარდა არაფერი არ შეიძლება ეწოდოს. იმიტომ რომ აქ ჩემმა კოლეგებმაც ახსენეს, რომ ეს არ იყო რიგი შემთხვევა, ეს არ იყო შემთხვევითობა, ეს არ იყო ან ერთი ჯგუფის მიერ გაკეთებული რაღაც ვანდალიზმი, ეს იყოს სისტემური, კარგად ორგანიზებული და გლობალური პრობლემა, რომელიც მოამზადა დაგეგმა და განახორციელა ნაციონალურმა მოძრაობამ. იმ ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელიც თქვა დღეს ხალხს პირდება, რომ მეტი სარგებელიო. იმ ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელმაც არ ვიცი, ცოცხს კიდე ახალი რაღაც მნიშვნელობა მიანიჭა. აქედან გამომდინარე, ჩემთვის მაგალითად ნაციონალური მოძრაობა და აი იქ მაგალითად ბაჩუახალაია და მთელი ეს სისტემა არის ერთი და იგივე. ეს ერთი თემა, მეორე თემა. თქვენ თქვით და აი მაგალითად შედარება გააკეთეთ და ნამდვილად ვანდალიზმი იყო ის შემთხვევა, რაც შემთხვევაც თქვა ჩვენ რამოდენიმე კადრი ვნახეთ გვანტანამოს ციხეში განხორციელებული სადიზმისა, ხო? მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება. ეს არ იყო თქვა სისტემური პრობლემა. ანუ ეს არ იყო ორგანიზებული აი ამ პენიტენციალური სისტემისგან. ეს იყო რაღაც კონკრეტული ჯგუფის მიერ განხორციელებული კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედება, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში არის აბსოლუტურად სხვანაირად. ანუ ჩვენ შემთხვევაში არის რა? აი ეს ვიდეო ფირებიც მეტყველებს ზუსტად იმაზე, რომ მაგალითად ბაჩუახალაია აძლევდა დავალებას, რომ ყოველი ადამიანი, რომელსაც აწამებდნენ, რომელიც შემოვიდოდა ციხეში, აქ არ არის ამორჩევითი ადამიანები. ყველა ვინც კი გადის კარანტინს, ყველა უნდა ეცემათ, ყველა უნდა მიეყოთ აი უკაცრავად ამ სიტყვას დაეჩმორებინათ და შემდეგ უნდა ეყურებინა ამ ადამიანს, რომ ვინ როგორ სცემეს. ეს არის უკვე მანიაკობა, ეს არის მანიაკალური რაღაც გადახრა და როდესაც ხელისუფლების პასუხისგებლობაზე ვსაუბრობთ, მინდა გითხრათ ქალბატონო ნატო, რომ ბაზარია როგორ არის, ხო იცი? არის მოთხოვნა, ჩნდება პროდუქტი. სააკაშვილისგან იყო მოთხოვნა, რომ ეს რაღაც ყოფილიყო, გაჩნდა. როგორ შეიძლება დავიჯეროთ ჩვენ, ანაკუჯდომმა, ან ტელემაყურებელმა ის რომ არიცოდა ეს ვანო მერაბიშვილმა, არიცოდა ეს ზურა ადეიშვილმა, არიცოდა ეს სააკაშვილმა. ჩვენ რა საუბრობთ, არის ჩვენ სასადილო ოთახში თუ ჩვენ საძინებელში ისიც ამ ხელისუფლებამ და ეს არიცოდა. გამომდინარე აქედან მთელი პასუხისგებლობა, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელსაც ქვია ნაციონალური მოძრაობა, აი ამის პოლიტიკური ტვირთია და პოლიტიკური დანაშაულია. არა მხოლოდ რაღაც სისხლის სამართლის, კაცობრიობის წინაშე, იმიტომ რომ მთელი ამ პერიოდში, სხვათაშორის მინდა გითხრათ, რომ პირველ ადგილზე ვართ მთელ ევროპაში ჩვენ პატიმართა რაოდენობით ამეთანხმებამ. ალექსიც და ეს შეყავდა და ამით შექმნეს ეს სისტემა. ბოროტების იმპერია შექმნეს, რომელიც დღეს ხუხულასავით თავზე ეშლება. აქედან გამომდინარე ძალიან პატარა ორსიტყვიან მიმართვას გავაკეთებ და დავუსვი. პრობლემის მოგვარების გზაც თუ შეიძლება. პრობლემის მოგვარების გზა არის რა? ყველაფრისთვის, ცოტა გლობალურად რო ვთქვათ, ყველაფრის თავი და თავი არის რა? დემოკრატიის არარსებობა. დემოკრატიულობა, ანუ დემოკრატიულობა ნიშნავს რას? პირდაპირ გაგებით ხალხის მმართველობას, მაგრამ იქ დანარჩენ შტოებს, ხო? საპარლამენტო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, სასამართლო დამოუკიდებლობა, აღმასრულებელი ხელისუფლების დამოუკიდებლობა, ეს უზრუნველყოფს ყველაფერს. თუ ქვეყანაში სასამართლო არ არის თავისუფალი, ის ქვეყანა აუცილებლად მივა იმ გზამდე, სადამდეც ვართ მისულები. ანუ პირველ რიგში უნდა გავათავისუფლდეთ ჩვენ ქართველი ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი სამშობლო, ნაციონალური მოძრაობისგან უნდა გავთავისუფლდეთ ფაშისტებისგან, იმიტომ რომ მე ფაშისტზე მეც ვერ უწოდებ ადამიანს, რომელიც აუპატიურებს 14 წლის მოზარდს და ეს არ არის ერთი და ორი შემთხვევა. გავთავისუფლდეთ და ამის შემდეგ ჩვენ ყველამ დავიწყოთ დემოკრატიული სახელმწიფოს შენებლობა. მოსახლეობაზე ძალიან დიდი პასუხისგებლობა ამ შემთხვევაში. სწორედაც მოსახლეობა უნდა იყოს ჩართული აი ამ პროცესებში. არ უნდა იყოს ესე რომ მე მეზარება ხარ არჩევნებში არ მივალ, ერთხმას რა მნიშვნელობა აქვს, ან ორხმას რა მნიშვნელობა აქვს და მოდი დღეს არ ვიცი არჩევნებზე არ მივალ და სხვა რაღაც გავაკეთებ. სწორედაც ჩვენ უნდა გავითავისოთ ის რომ ჩვენი სამშობლო ჩვენ სამშობლოში ჩვენ ვართ რაღაცებზე პასუხისგებელი. ჩვენ ვართ იმაზე პასუხისგებელი რომ სულ მინიმუმ უნდა მიხვიდე და შენი პოზიცია დააფიქსირო რომ მე აი ამას უჭერ მხარს. თუ არ დააფიქსირებ ამას შენ პოზიციას, მაშინ ჩვენ გვიფიქსირებენ და ხედავთ რომ გვიფიქსირებენ დუბინკებით, გვიფიქსირებენ ხელკეტებით, რეზინის ჯოხებით და ეხა ახალი ის შემოიღეს სადისტური, ფაშისტური მეთოდით ცოცხები, ხო? და აქედან გამომდინარე უნდა ავიღოთ ჩვენ თავზე ყველამ თითოეულმა პასუხისგებლობა. ეხლა მიმართა მე ორი სიტყვით და დავასრულებ, მაგალითად თელავში, თელავის რაიონში ყველა პედაგოგს. უმორჩილესად გთხოვთ, თქვენ ხართ ხალხი, რომლებსაც აქვთ ყველაზე მეტი გავლენა ჩვენ მოსახლეობაზე. თქვენ ხართ ხალხი, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებთ, მე გაფასებთ, ჩვენ გაფასებთ, ყველა გაფასებთ. თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. არ უნდა აყვეთ ნაციონალური მოძრაობის
რაღაც უკაცრავად სიტყვაზე, მაგრამ ფოჩიან კამფეტებს. თქვენ უნდა ამოიღოთ ხმა, თქვენ უნდა თქვათ აი 14 წლის ბავშვების გაუპატიურებაზე სიტყვა, რომ ეს არის ძალადობა. იმიტომ რომ ძალიან დიდი როლი, ძალიან დიდი მნიშვნელობა გეკისრება თქვენ. მე მინდა მიმართო თელავის მოსახლეობას, მინდა მიმართო თელავის გამგეობას, თელავის საკრებულოს. მე ვიცი რომ ნამდვილად იქ არ არის ესე რომ 100% მუშაობდეს ისეთი ადამიანები, რომლებიც არიან მართლაც და აი ამ ბოროტების სისტემაში ჩართულები. თქვენც უნდა მიიღოთ, თქვენი წილი პასუხისგებლობა უნდა აიღოთ თქვენზე და თუ მაგალითად თუ მაინც და მაინც არ გამოხვალთ და არ აძაგებთ, გაემიჯნეთ მაინც აი ამ ძალადობრივ და აი ამ ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელსაც ქვია ნაციონალური მოძრაობა და ბოლოს ერთი სიტყვით ვიტყვი, რომ 1 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ჩვენ ყველა ქართველებს გვაქვს ხვალინდელი დღის შანსი. ჩვენ უნდა გავცეთ ერთის მხრივ პასუხი აი ამ ნაციონალურ მოძალადეებს, რომლებიც აი ესეც ჩადიან და აი ესეც სისასტიკით გვექცევიან ყველას ჩვენ და მეორეს მხრივ კიდე მიიღოთ გადაწყვეტილება და მისცეთ თქვენ რჩეულს ხმა. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, საკმაოდ მძიმე თემებზე, საკმაოდ მძიმე საუბარი გამოგვივიდა. მე გემშვიდობებით დღეს მაჟორიტარების დრო არ იყო შეზღუდული, იმიტომ რომ ეს არ არის წინასაარჩევნო დებატები, გამოეხმაურეთ იმართლაც საზარელ ფაქტებს, რაც გავრცელდა მედია საშუალებებით. მე გემშვიდობებით შოკირებული ვარ იმ განცხადებებით, რაც დღეს მოვისმინე და იმედი მაქვს, რომ ყველაფერს ექნება სამართლებრივი მსვლელობა და ყველაფერი გაირკვევა. გემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე გისურვებთ მშვიდობიან შაბათ-კვირას ნახვამდის.